გუდაურში სკიკროსსა და სნოუბორდ კროსში მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის მზადება კურორტზე უკვე დაწყებულია. გიორგი ლაშაურის რეპორტაჟი გუდაურიდან. გუდაურის ზამთრის სპორტულ რუკაზე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით თებერვლისა და მარტის თვეში გუდაურში მსოფლიოს თასის ეტაპი სკიკროსსა და სნოუბორდ კროსში გაიმართება. 2024 წელს უკვე მეორედ ბაკურიანმა უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიოს თასის ეტაპს მოგულის დისციპლინაში. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მხრიდან როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით უმაღლეს დონეზე შეფასდა. 20 დეკემბრიდან მთის ტრასების სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს ტრასების დათოვლიანებას. თებერვლის მეორე ნახევარში კურორტის სრულ მზადყოფნაში იქნება. ჩვენ უკვე მომზადება დავიწყეთ, შესაბამისად არის აქტიურად თოვლის წარმოება. დამოკიდებული ვართ რა თქმა უნდა ნალექსზე და რა თქმა უნდა ყინვებზე. შესაბამისად, როდესაც უფრო ჩემპიონატამდე ახლოს ვართ, დაიწყება უკვე ტრასის მომზადება და ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. გუდაურში სტუმრები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ქართული სამთო სათხილამურო კურორტი ტურისტებისთვის წელსაც საკმაოდ მიმზიდველია. პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრებების პარალელურად დამსვენებლების რიცხვის მატებას ვარაუდობენ. მე ისრაელიდან ვარ და გუდაურში ხშირად ჩამოვდივარ. აქ ძალიან კარგი თოვლი, ხალხი და ატმოსფეროა. მინდა საქართველოს კარგი მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადო. გუდაურში ემზადება ემირატების სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენელი 22 სპორტსმენი. მათ მნიშვნელოვანი ტურნირისთვის მოსამზადებლად არა იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი ან ავსტრია, არამედ საქართველო და გუდაური აირჩიეს. ემირატელები ერთხმად აღნიშნავენ, რომ გუდაურის ინფრასტრუქტურით და ტრასების ხარისხით აღფრთოვანებულები არიან. ორგანიზება, უსაფრთხოების ნორმები და ტრასების ხარისხი აქ ყველაფერი შესანიშნავი და წარმოუდგენლად მაღალი დონისაა. მინდა მთის ტრასების სააგენტოს კარგი მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადო. საქართველოში პირველად ჩემს ნაკრებთან ერთად ჩამოვედი და ძალიან კმაყოფილი ვარ. გუდაურის ინფრასტრუქტურა და მასპინძლობის ხარისხი ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზია. აქ სავარჯიშოდ ვართ და კარგი მომზადებისთვის ყველა პირობა გვაქვს შექმნილი. გუდაური მსოფლიო თასის ეტაპს სკიკროსში 28 თებერვალსა და 1 მარტს, სნოუბორდ კროსში კი 8-9 მარტს უმასპინძლებს.